ჩვენ ხო ძირითადად ეგრე ვართ, სადაც გვეფერებიან, გვაქებენ, იქ გვინდა რომ მივიდეთ, სადაც ვიცით რომ რაღაცა საყვედურს გვეტყვიან და იქ შეიძლება არაფერსაც წარმოადგენდეთ, იქ გვიწევს მისვლა, მაგრამ სულიერად თუ შევხედავთ, იქ მისვლა საჭირო, იქ მისვლა კურნავს და ნორმალურ მდგომარეობაში აყენებს. გახსოვთ ამასთანავე აქ ვკითხულობდით, რომ ესე იგი არავინ არ გეუბნება სიმართლეს მათ გარდა, ვინც შენ გაწაგებს და შენიშვნას გეუბნება და ის გეუბნება სიმართლეს. და ოღონდ ისიც ნაწილობრივ, ბოლომდე არ იცის რანი ვართ, თორე იმასაც და არა და ის გატყუებს, ვინც შენ გეუბნება, რომ აი შენ ასეთი კარგი ხარ. წმინდა იოანესინელიც ამბობს, რომ პირში მაქებარი კაცი არის ეშმაკის მოციქული. არ უნდა შეაკვა, არ უნდა გააფუჭო ადამიანი მაგით. ეხლა დღეს კი არის თანამედროვე მიდგომები, რომ უნდა ყველაფერზე შეაქო ესე. არა არ არის ეგ სწორი. ადამიანის საქციელის мотиваცია თუ ის არის, რომ ვიღაცა შემაქებს, ეგ არასწორი, ეგ დამახინჯება. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რაღაცა დონეზე ახალგაზრდა სჭირდება, რომ ეს შექება, როგორც აი ხო არის, რომ მანქანა რო არ იქოქება და ცოტა მიწოლა რომ უნდა და მერე უნდა დაიქოქოს და ცოტა აპარტამნება თუ მოგაწება თავიდან დასაწყისში რაღაცა გააკეთო, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ეხა იმ მანქანას თუ სულ მიწოლა ჭირდება, აქედან კახეთში რომ მიდიხარ და სულ მიწოლა თუ ჭირდება, სულ შექება არ ჭირდება ადამიანს. შეიძლება წაქცეული შეაქო, რომ წამოდგომაში მიეხმარო, მაგრამ თუ ის ისედაც ზემოდან უყურებს და არ იქა რაღაცა გონია თავი, მას აღარ ჭირდება, გააფუჭებს.